გამარჯობა, მე ვარ როჟა. What the fuck? ვა, პრინციპში მართლაც. ალბათ არ გაინტერესებს, მაგრამ მაინც გეტყვი თუ რას ვაკეთებდი, სანამ ვიდეოები არ იყო. პრინციპში რატო გეტყვი? მე დავერ განახე. ბატონო სკაუტ. ვიღაცამ დააკომენტარა, რაო? მე გეი არ ვარო. What? გიო, შენ ბილაინი. სკაუტგიოს მოგერთ ვიქტორი რო დაიწერო. შემოვიდა სკაუტგიო და მოკლედ ვთქვა სკაუტგიო. გააჩუმა ყველა ერთდროულად. სკაუტგიო მე ყვარხარ. ბოდიში რა პროვა რა ძალიან ხო. ჩემ ახს თუ გადახედავ განსაკუთრებით აი ამ ორ ვიდეოს, მიხვდები რომ ცოტა ვერ ვარ რა? კი, ყველა ანიმისტიკი ჩემნაირია და შენ ახლა ეს ამბავი უნდა დაიჯერო, რადგან მე ვიღაც მასკიანი როჟა ვარ ინტერნეტიდან. და ასევე ყველას უნდა მოუყვე, არ დაგავიწყდეს. მე ხომ სწორ ინფორმაციას მოგაწვდი. როჟა ვარ, ჩემგან გაცემული ინფორმაციას გადამოწმებაც კი აჭირდება. ახლა კი ტოპ 5 ანიმე რომელსაც უნდა უყურო. ბოდიში რა პროვა რა ძალიან ხო. ოდეს მე დაფიქრებულ ხარ თუ როგორი ემოციები შეგიძლია დაუტოვოს სხვებს კომენტარით ან შენი სიტყვებით. სხვისგან განსხვავებულ რაღაც დებილობებს დებ? ეს რა არის? გოგოს არ ჩაგვინებ თავს? შეგირცხვა. ფუ, ახლა კომენტარებში დაგიწერ რომ გეი ხარ. რატომ? იმედია შეკაშკას ვერ მიხდი ხო? რა ჩავდები ამაში ისიც ვერ მიხდი ხო? იმდენად შლონგი ხარ პრინციპში რას გელაპარაკები, მაინც ვერ გამიგებ. შენაირთან ლაპარაკს ხო აზრი არა აქვს. როცა რობლოქსის მოთამაშე ხარ, რობლოქსის მოთამაშე ხარ, всё. ამიტომ მოდი ტოკიო გულზე ვისაუბროთ. ბოდიში რა პროვა რა ძალიან ხო. ახალგაზრდა, მოკლედ, მინდა გაგაფრთხილო რომ თუ გონია რომ ყოველთვის სიხარული და პოზიტივი იქნება, ასე არ არის. ოდესმე შეიცვლებად რომ და შენ ამას დაინახავ. ეს ყველაფერი მეც გუშინ გავიგე, გასტრიც გეფიცები. XDDDDDDDD. ბოდიში რა პროვა რა ძალიან ხო. და მოკლედ გაინტერესებს თუ რა უნდა ქნა ასეთ მომენტში, როცა ნეგატივი გახჭობს და თავის მოკლა გინდება? ამას მე გეტყვი. შენი ცხოვრება მე მეკითხება თუ გინდა თავის მოიკალი, მაგრამ მე არ გიჩვევ პირადად. პირველ რიგში იმიტომ რომ ქრისტიანობის მიხედვით ცოდვაა ეს ყველაფერი. მაგრამ ბოლოს მაინც ამას თუ გააკეთებ, ბოლოს აი სიკვდილის შემდეგ მიხვდები რომ სუსტი ხარ და ძალიან არ გესიამოვნება მოკლედ. დამიჯერი არასდროს მომკვდარ ხარ. მე უფრო გამოსტილი ვარ ამ საკითხში. კიდევ ერთი ხელი წავაკე. კარგი რა, ისე თავის მოკლის დრო დადგა. Shit. თხოვთ დამაბრუნეთ. მე ხომ ნარუტომ ცხოვრება მასწავლა. თხოვთ. ეს საბოლოოა. მეტი აღარ ხარ მეორდება. Shit, ამის გამო რატომ მოვიკალი თავი? მორჩა, მე ჯერ აღარავის შევაწუხებ. რა უნდა ქნა ასეთ მომენტში? საინტერესო შეკითხვა. ჩემ შემთხვევაში როგორც ხედავ, ყველაფერი გარკვეული მაქვს, აი, შენ რა უნდა ქნა? და ასეთ მომენტებში ასაკეთებდნენ, აი, შენ რო დებილურ ანიმეებს უყურებ რაღაცებს. დასაკეთებდნენ მაგ დროს შენი საყვარელი პერსონაჟები. ან შენ გულში რა ხდება ასეთ დროს? მოკლედ, ჯერ ყველაფერზე უნდა დაფიქრდე, რადგან ამის გარეშე შეიძლება გასტრედი აღმოგაჩნდეს. დაფიქრდი თუ რა ხდებოდა ამ დროს შენგან ანახი სხვა პერსონაჟების გულებში. ან თვითონ შენი გული ასკან ნახობს. სიკვდილი არ არის გამოსავალი, გეუბნები, მე გოჩა ვარ. მე ვარ მეფე და პოეტი, შენზე უკეთ ვიცი. რა ვერ შეიგდეთ რომ მე ნარუტომ ცხოვრება მასწავლო, ბიჭო. ბუშტი მოხთა მუშტით, მა. შენთან ერთად ვარ, მართლა არ ვიცი რა გითხრა, baby you. შენ ხარ ისე ჩემ თავში, როცა ვარ მე ჩემ თავთან, ვფიქრობ რა მინდა გითხრა, baby you. ყველაფერასაც შვები ვაკეთებ მხოლოდ შენთვის, ყველაფერს და თან ყოველთვის, baby you.